ხო, აშკარად ჩანს, რომ მათ შემთხვევაში რეჟიმს და ქართულ ოცნებას და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შიშები აქვთ, მოკლედ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ ამ პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მათ უბრალოდ დაკარგონ ძალაუფლება, ხო? მათ რომ შიშები არ ქონდეთ და ისინი რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა მათ უჭერს მხარს, ხომ? არც ამ კანონებს მიიღებდნენ და არც ადამიანებს დააპატიმრებდნენ, ხომ? ისინი რომ ფიქრობდნენ, რომ ისინი არიან უმრავლესობაში. შესაბამისად, რადგანაც ისინი უმრავლესობაში არ არიან და მხარდაჭერაც არ აქვთ, ისინი ცდილობენ, რომ გარკვეული მექანიზმები, მათ ხელში არსებული მექანიზმები გამოიყენონ იმისთვის, რომ ის ჯგუფები, რომლებიც მათ წინააღმდეგობას უწევენ, გააჩეროთ, ხომ? ეს ჯგუფები, რა თქმა უნდა, რამოდენიმე კატეგორიად შეიძლება დავყოთ. პირველი არის ეს პროტესტი, ხომ? ანუ აქტივისტები, სტუდენტები, ზოგადად სამოქალაქო თავისუფალი ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ შეიცვალა ეს კანონები და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ცვლილებები, ხა გარდა იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეულ ნაწილზე უკვე ვენეციის კომისიამაც და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც პირდაპირ თქვეს, რომ ეს კანონები უბრალოდ უნდა გაუქმდეს, მათ არანაირი არც გადახედვა და არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე ტიპის საერთაშორისო სტანდარტთან, ხო? არა პასუხიც აქვს დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ სუვერენი ხო მაშინ რატო დაძდევენ იმ ფოტოებს რომ ერთხელ მაინც ვიღაცამ ესე იგი ხელი ჩამოართვას ხო ანუ ეს ხომ არის თავისივე მომხრეებისთვის რომ აუხსნან რომ აი რაღაცა რატო ხდება ეს ყველაფერი საერთოდ ჯამში ეს მესიჯები გამოიყენება რუსეთში ხო ჩვეულებრივად ახლა ეს მესიჯ ბოქსები რო შეხედოთ პუტინი ზუსტად აი ამ მესიჯებით ლაპარაკობს რომ მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა შემიძლია ვიღაცები მოუკლა ჩემი ქვეყნის ტერიტორიებზე და დევნა განვახორციელო იგივე ამ სუვერენული დემოკრატია ერთ-ერთი არის თავისი მოწინააღმდეგეების. მოკლედ მე ვამბობ იმას რომ ხომ აი ეს ერთი კატეგორია არის ზოგადად თავისუფალი ადამიანები რომლებსაც არ უნდათ უბრალოდ რუსეთში ცხოვრება ხომ არ უნდათ ოლიგარქია არ უნდათ რუსეთში ცხოვრება უნდათ საქართველოს ნახონ ევროპაში და უნდათ კეთილდღეობა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ხომ აი ზუსტად ისე უნდა იცხოვროს უნდათ რომ იცხოვროს ჩვენმა პენსიონერმა და იმხელავე პენსია კონდეს ჩვენ პენსიონერს რამხელაც აქვს გერმანელ პენსიონერს ხო ანუ საერთოდ ჯამში აი რომ დავიყვანოთ ამ ყველაფერზე აი მართლა კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ რომ ყველა იყოს ბედნიერი და კარგ ქვეყანაში იცხოვროს მეორე კატეგორია არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგე ეს არის მედია და აქაც ხო გარდა იმისა რომ დრაკონულ კანონებს იღებენ ასევე სხვადასხვა ინსტიტუციებს იყენებენ რომ მედიას წინააღმდეგობა გაუწიონ მესამე არის მაგალითად არასამთავრობო სექტორი რომელიც ეხმარება იგივე ამ დაკავებულებს და სხვადასხვა პირებს ანალიზს აკეთებენ აი იმ უკანონობის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ზუსტად აი მაგაზეც პასუხი ქონდა თენგი შარმანაშვილს რომელიც კონსტიტუციონალისტია და მეგონა რომ სინდისი მაინც ქონდა deep state-მა გადაუხადაო ყველა მე ამბოხეს ჯარიმა და ამიტომ ახლა გვიწევს ამ კანონის მიღება ხო ნუ ეხლა რა deep state რაღაცა სერიოზული ადამიანი რაღაც სასაცილო რაღაცა აი ქალბატონო ეკა მინდა ღარიბაშვილის кейსებს მიუბრუნდეთ ლილუაშვილზე თუ გქონდათ რაიმე ტიპის კვლევა და იკვეთება თუ არა მისი კორუფციული საქმეები, იმიტომ რომ როგორც პროკურატურის განცხადებაში იყო ნათქვამი, ანტიკორუფციული დეპარტამენტი და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი ერთობლივ გამოძიებას აწარმოებდა. ანუ აქ კორუფციული საქმეებით შეიძლება ვიხილოთ და ასევე 4 ოქტომბერთან კავშირის ლეგენდაც. მე არ ვიცი, რამდენად მართალია ან ტყუილი, ის ალბათ მწყობრი მოსაზრება იქნება საზოგადოებასგან მოთხოვნილი, მაგრამ ოთარ ფარცხალაძე აი ამ ორთან არის თუ არა რაიმე კავშირში. მოდით ასე ვთქვათ, ახლა ჩვენ როდესაც საუბრობთ საქართველოში კორუფციის არსებობაზე, ასე დიდ ორ ნაწილად რომ დავყოთ, ორი მიმართულებით ვსაუბრობთ. ერთი არის, როდესაც შენ სახელმწიფო სისტემას, ინსტიტუტებს, კანონმდებლობას იყენებ იმისთვის, რომ შეინარჩუნო ძალაუფლება, ხო? იგივე სასამართლოს, იგივე პროკურატურას, იგივე პოლიციას, პარლამენტში იღებ ისეთ კანონებს, რომელიც შენ გეხმარება, რომ დარჩე ხელისუფლებაში, ხო? ანუ ეს არის მაღალი დონის, ასე ვთქვათ, კორუფცია როდესაც ასევე არის კორუფცია, როდესაც მიტაცებული არის სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები. ესეც არის კორუფცია. მეორე ნაწილი არის, როდესაც მდიდრდები ხალხის ხარჯზე. ხო, უბრალოდ პარავ საქართველოს მოქალაქეებს, აი ამ პენსიონერებს, იმ სოციალურად დაუცველებს და ზოგადად ჩვენ ყველას
არავენ ბიუჯეტიდან ფულს იმისთვის, რომ გამდიდრდნენ და იყიდონ ბინები, საათები, ოქროები, რა ვიცი, რაღაცები, რაც ნახეთ და რაც არ ნახეთ, ეს საკმარისი არის, ეს იწვევს რწმენას, რომ ეს არის მხოლოდ არა, ნუ ეხლა იქ რაღაცა, რა ვიცი, ეხლა ეს ოქროს ჯაჭვი და ხო, ნუ ეხლა დარწმუნებული ვარ, უფრო დიდ ქონებაზე არის აქ საუბარი და ჩვენს გამოძიებებშიც ხშირად იყო საუბარი ხოლმე ასეთ რაღაცეებზე. ეხლა ჩვენ გვახსოვს იგივე ღარიბაშვილის, ხომ, იგივე მასთან დაკავშირებული კლანი, მის კომპანია სერპანტინი, რომელიც განუსაზღვრელი რაოდენობით იგებს ტენდერებს კახეთში და არა მხოლოდ, ხო? ესების საქმე, რომელთაც მამა ყავს ჩართული. ხო, ანუ ეს იგივე თავის მეუღლეზე აი ეს მიწის კი არა და ტყის ნაკვეთის გადაცემა, იგივე ხლა თვითფრინავის გამოყენება, ეს საათები, რომელსაც როა დეკლარირებს, საიდან იყიდა, საიდან ქონდა ეს შემოსავალი და ასე შემდეგ, ხო? ფარცხალაძესთან დაკავშირებით ახლა აქ ყველაფერი ჩანს, მათ შორის მისი ჩართულობაც, იგივე ახლა მაგალითად ყოფილი აუდიტორის ცემა, აუდიტორი რომ ცემა, რატო ცემა, ხო? იმიტომ რომ ის იძიებდა მის ჩართულობას კონკრეტულ 13 წელი გამოძიებაში. ამ საკითხებზე საქმე არ აღძრულა. რიმდენი დანაშაული მე ნაწილი ჩამოვთვალე ღარიბაშვილის საქმიანობისა. დიახ, მაგრამ ნუ ახლა ჩვენ პირდაპირ ახლა რაღაც სტატისტიკებიც ამოუბეჭდეთ, ახლა მხოლოდ ჩვენი გამოძიებებით, რომელიც არის აი ზღვაში წვეთი, აი მხოლოდ ჩვენი გამოძიებებით, ჩვენ 5 მილიარდი ლარის ასე ვთქვათ კორუფციული გარიგებები აღმოვაჩინეთ, არა მხოლოდ ღარიბაშვილს, არამედ სხვა ჩინოვნიკების ჩართულობით. ხო, აქ საუბარი არის დაახლოებით 220 მაღალ ჩინოსანზე, რომელიც არის ჩართული სხვადასხვა კორუფციულ სქემებში. მხოლოდ რეგიონში დაახლოებით 3 მილიარდამდე ტენდერზე არის საუბარი და აქ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენ საუბრობთ იმ გამოძიებაზე, რომ მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ, ახლა თქვენ რამდენიც გააკეთეთ და ყველა მედია საშუალებამ მართლა სიცოცხლის აქ არის ძალიან დიდ ფულზე საუბარი, ძალიან დიდ ფულზე და მე ახლა რისკენ მიმყავს ეს ყველაფერი. თქვენ ახლა წარმოიდგინეთ კონკრეტულ სქემაზე ინფორმაცია რო არ ქონოდა საგამოძიებო ორგანოს, ამას არ გვეტყოდნენ? ხო გვეტყოდნენ, არა 2-3-ს მაინც ჩამოთვლიდნენ. ყოველ შემთხვევაში ისეთს მაინც იტყოდნენ, რომელზეც აი სულ საუბრობდით, ხო? მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ ადამიანებს იმის გამო კი არ ერჩიან, რაზე ჩვენ საუბრობდით, ამ კორუფციაზე. ამის გამო მათ არ ერჩიან, იმიტომ რომ ისინი არ აკეთებდნენ არაფერს ისეც, რასაც რიგითი არა, სხვა მაღალჩინოსანი ოცნების წევრი არ აკეთებს. ხო, ყველა ჩართულია კორუფციაში, ამას აქვს მასიური ხასიათი. ყობახიძეზე არსებობს რაიმე კვლევები? არის რაღაცები მის მამამისის ჩართულობასთან დაკავშირებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ესეთი მასიური კიდევ ერთხელ, ანუ აქ საუბარი არის უფრო იმაზე, რომ შენ ძალაუფლებას იყენებ, რაც ასევე არის კორუფცია, ხო? ანუ ეს კიდევ უფრო რთული და უფრო, ასე ვთქვათ, კაცრი კი არა და ნუ აი უფრო სასტიკი რამ არის, ხო? როდესაც შემთლიანად სისტემას შენთვის იყენებ. ამიტომ ძალაუფლების მანიით შეპყრობილია და მაინტერესებს რა არის ყობახიძის мотиваცია. ხო და მე მაინც მგონია რომ იმის გამო რომ ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით ამ ადამიანებს რა კორუფციას ედავებიან და ეხლა მართლა იმხელა ფულზე არის საუბარი და 3 ოქროს ჯაჭვი და კი ნუ ეხლა საათები გძვირად ღირებული საათები იყო, მაგრამ 3 ოქროს ჯაჭვი და იქ რაღაცა გუშინ ვიხსენებდი რა ქვია იმ ბეჭედს, ბახჩა ბეჭდები რო არის, ხო, რომელზეც ანუ რაღაც ოქროს მაღაზიაში ეს ხო რაღაცა სასაცილოა, ხო? ანუ აქ საუბარი არის, მე მგონი უფრო იმაზე, რომ აქ არის დაპირისპირება. სანახაობა მისცეს ხალხს. ის არის დაპირისპირება ხალხს მათივე მომხრეებისთვის. კორუფცია არის პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ისინი ხედავენ მათ შორის საჯარო სამსახურში, ის ადამიანები, რომლებიც მათი momხრეები არიან, ხო? ისინი ხედავენ, რომ მათი ხელმძღვანელები ბინებს ყიდულობენ და მდიდრდებიან. ნინო ჯღარკავა, რომელიც ღარიბაშვილების ოჯახის ახლობელია, გუშინ სკრინებს აგდებდნენ, ვინ რას წერდა და წავიკითხე, რომ აი მეო ხრუშოვკაში ვცხოვრობ და ესენი თურმე ვილებს იშენებდნენ. კი, მაგრამ ამდენი წელი ამაზე ვლაპარაკობ. არა, ეს მათთვის ეს ყველაფერი ვინმესთვის უცნობი იყო აქამდე. არ იყო უცნობი, მაგრამ ახლა უკვე იმხელა მასშტაბები მიიღო და მათ შორის ახლა ეკონომიკური ვითარებაც იმის გამო, რომ ახლა ამ გაწვირდა ფასები აიწია იგივე საკვებზე. კი, ამაზე სტატისტიკა მაქვს სპეციალური და მინდა მე წავიკითხო. რაღაცა გარკვეული
ცვალებებით ეს ძალიან აშკარად ჩანს, რომ ის რაც ხდება და კორუფცია ზოგადად ადარდებთ ოცნების მომხრეებს. ამიტომ მათ ერთის მხრივ დაიწყეს ეს ესე ვთქვათ კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ მეორეს მხრივ აქ ძალიან აშკარა არის, რომ რაღაცა პოლიტიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ანუ ღარიბაშვილს არ უქნია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს ძალიან ბევრი ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, ხო? ჩემი აზრით აქ მაინც ალბათ საუბარი იმაზეა, რომ ღარიბაშვილს უფრო მეტი მხარდამჭერები ყავს მათ შორის ოცნებაში და ეხლა რეიტინგებსაც რო შეხედო, ყოფილვარ ქართული ოცნების ხრილობაზე და ინგრეოდა დარბაზი ღარიბაშვილის გამოჩენაზე, ის რომ მიუხედავად იმისა, რომ იგივე საკეთებდა, მაგალითად, ჩვენ ძირგამომთხრელებს ის გვეძახდა, ხო, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ლექსიკის მთავარი დამამკვიდრებელი იყო ღარიბაშვილი. რაღაცა გარკვეულ კანონებსაც იღებდნენ ეხლა მისი, ასე ვთქვათ, ლობირებითაც, მისი მხარდაჭერითაც და ასე შემდეგ, ხო, იგივე ეს მოსმენები იქნებოდა თუ სხვა რამ, გესმით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებდა, რომ ქვეყანა არ იყო იზოლაციაში. ვინ არის მაშინ აღშფოთებული? ის არის ის ადამიანი, რომელიც თავიდანვე იდგა ქართული ოცნების სათავეებში, ხო? 2012 წელს ის იქ იყო და კობახიძე მახსოვს, რომ ჩემთან ოფისში დადიოდა, რაღაცა გაეროს ექსპერტი იყო თუ რაღაცა იყო, ხო? ანუ საერთოდ იმ დროს საერთოდ მას რომ რაღაცა ბრძოლაში შესულიყო, ხო? ანუ ის საერთოდ არაფერში არისო. ეს ადამიანი ეხლა თავისი, ეხლა ნამდვილად არ ვაქებ მე, მაგრამ და კიდევ ერთხელ მან დაიწყო ზუსტად სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ თვითონ ოცნების ამომრჩევლისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი უფრო მისიანია, ვიდრე დღევანდელი მათი პრემიერ-მინისტრი. ამიტომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ალბათ შიგნით არის სანერვიულო, მათ შორის კობახიძისთვისაც, იმიტომ რომ ფაქტიურად იგივე საკეთებდა ადამიანი, მაგრამ იზოლაციაში ქვეყანა არ ყავდა და ახლა ეს ამან რაც გააკეთა ფაქტიურად ხელსაც არავინ არ ართმევთ და ნუ ეხლა სანქციები, რა ვიცი, ბევრი რაღაცა, ხო? ბევრი რაღაცა მოხდა და მე მგონია, რომ აქ უფრო ეს არის და ღარიბაშვილი სანქციების გარეშეა. ხო, ღარიბაშვილიც და ლილუაშვილიც, მოდით ასე ვთქვათ. ლილუაშვილს მე მგონი ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები ჩეხეთი შეეხო. ვიზების, ხო, მაგრამ არა რაღაცა ფინანსური და ასე შემდეგ, ხო? მაშინ როცა ვახტანგ გომელაური მოხვდა. ხო და ამიტომ ეს მე მგონია რომ არის შიგნით რაღაცა უკმაყოფილების, ასე ვთქვათ, ეჭვიანობის საგანი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რომ ყოფილიყო და ამის წინ პოსტსაც წერდი, ხა მეც კი არაფერს არ ვითხოვდით, ანუ ეს ხალხი კორუფციაში რო იყო ჩართული, რატო არიან ჩართული და ესენი არ უნდა იყვნენ ქვეყნის სათავეშიო და ამის გამო შეგურაცხეს, რადგან შეგურაცხეს, ხო? აი, შეიძლება გაწყდეს აი ეს ძაფი, რომ მიუხვდეთ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ეს კობახიძის რევანშია და ახლა კობახიძის ფრთამ გაიმარჯვა თუ კობახიძეც იქნება შემდეგი და ეს კორუმპირებული მარიონეტების ოსტატი ჟონგლიორობს ახლა თავისი სათამაშოებით. ხო, მე არ ვიცი ახლა ის დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი არის ფაქტი, თვითონ მართლობის სტილი ივანიშვილის არის ესეთი, რომ ვიღაცას რაღაცაში გამოიყენებს და შემდეგ აი საერთოდ არ დაზოგავს, აი არაფერს არ გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადაარჩინოს. რა და ამიტომ იგივე ბედი შეიძლება კონდეს ეწიოს ყველას. მე უბრალოდ აი ეს მაგალითი მინდა გამოვიყენო, მაშინ როდესაც საუბრობ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც აი ახლაც იღებენ გადაწყვეტილებებს. ხო, გადაწყვეტილებებს იღებენ და ვახოს პროცესი არის და სხვების პროცესი, ხა ჩვენი ადვოკატები იქ არიან და სადაც შეგვიძლია მოკლედ ვიცავთ ამ ხალხს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ აი ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვახოს პროცესი გრძელდება ჯერ არ დასრულებულა და მან მოსამართლეს უთხრა, რომ კიდევ გავა, გააკეთებს იგივეს და აუცილებლად დაასრულებს ქართულ ოცნებას, თუმცა ჯერ მოსამართლეც აცულებს გადაწყვეტილება. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ხო? ანუ მას აქვს უფლება, რომ კონდეს ეს აზრი, მას აქვს უფლება, რომ ეს აზრი გამოხატოს და მას აქვს უფლება, რომ გააპროტესტოს ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მე რას ვამბობ ამ მოსამართლებთან დაკავშირებით? ვამბობ იმას, რომ აი მათ კი არა ღარიბაშვილს არ ზოგავს ივანიშვილი რა და აი ამ ხელა ცოდვას რო იღებენ თავის კისერზე, ამდენ ადამიანს რო აუბედურებენ, ამდენ უკანონო და არაადამიანურ გადაწყვეტილებებს რო იღებენ, ხომ? უნდა იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი წინ დახვდებათ და დახვდებათ პირველ რიგში იმისგანაც,
აი რომ მოუნდეს ივანიშვილს აი ისეთ დღეში ჩაყრის მაგათ რომ შეიძლება ჩვენც ვერ მოვიფიქროთ ეს ხომ ანუ მაგას ვამბობ რა ამიტომ არავის არ დაზოგავს არავინ მისთვის ვიღაცა ერთგული არ არის ხომ იგი არ თulis რომ ვინმე მისი ერთგულია ამიტომ ყველას გაწირავს და ეს ამ ადამიანებს უნდა ახსოვდეთ აუცილებლად როდესაც აი ესეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და ეხლა რაც ჩანს ეხლა ძალიან აშკარაა რომ სულ რამდენიმე მოსამართლეა რომელიც ხელს აწერს აი ესეთ უსამართლობას ხო იქ ადმინისტრაციულშიც და სისხლშიც ყველა არ არის ანუ და ვინც იღებს თავისით გადაწყვეტილებას რომ შეასრულოს უკანონო ბრძანებები ივანიშვილის ზუსტად ის ხდება შემდეგ სანქციების სიებში ხო? ამიტომ ამ სანქციების სიებს ქმნის თვითონ ივანიშვილი და ეს ადამიანები თანხმდებიან რომ ამ სანქციების სიებში მოხვდნენ.